საუბარი დაიწყოს პროკურატურის შეთავაზებით, მას შემდეგ რაც დასრულდა სასამართლო პროცესი დღეს 4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ვკითხეთ საქმის პროკურორს თამარ ბეჟუაშვილს, როგორი არის პროკურატურის პოზიცია მურთაზ ზოდელავას შეთავაზებასთან დაკავშირებით. საზოგადოება მოისმინა, რომ მურთაზ ზოდელავამ სახელმწიფო ბრალდებას ორჯერ შესთავაზა, რომ ის მზად არის საკუთარ თავზე აიღოს ყველა ბრალდება, თუ ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ, თუმცა პროკურატურისგან უარი არის სახელმწიფო ბრალდებელმა დღეს პირველების მიერ დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ვინმე სურს საპროცესო შეთანხმება ინდივიდუალურად უნდა მიწერონ პროკურორებს, პროკურატურას აღიარონ დანაშაული და პროკურატურა მზად არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით იმსჯელოთ. როგორც პროკურორმა განაცხადა, მურთაზ ზოდელავას წინადადებას სამართლებრივად ისინი ვერ აღიქვავენ, შესაბამისად მურთაზ ზოდელავასაც ურჩევენ, თუ მასაც სურს საპროცესო შეთანხმება მიწეროს მთავარ საგამოძიებო უწყებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ბრალდებულს დასვრის მხარეს უფლება აქვს, რა თქმა უნდა, მოგმართოს ოფიციალური განცხადებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ამას აქვს თავისი პროცედურები, შესაბამისად თუ რომელიმე ბრალდებულს სურვილი აქვს აწარმოოს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, ძალიან კარგად იციან ეს მათმა ადვოკატებმაც, რა ფორმით შეიძლება მოგმართონ აღნიშნულზე. ზოდელავას მოწოდებაზე მინდა ზოდელავასაც თქვენთვის აი რამდენ სამართლებრივი ღირებულება აქვს, რომ ბრალდებული ამბობს, რომ ყველაფერს საკუთარ თავზე აქვს. ყველა ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაბამისად ყველა ბრალდებული პასუხს აგებს მის ქმედებაზე და დანაშაულზე, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სურს საპროცესო შეთანხმება, შეუძლია მოგმართოს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბრალდებულებთან მიმართება მე ამაზე ლოიალური იყავით და მე მზად ვარ ყველა ბრალდებული ხანიც გინდათ, რამდენი მუხლითაც გინდათ, ეს იყო მურთაზ ზოდელავას. ეს არ ვიცი როგორი გათვლა შეიძლება იყოს დაცვის მხარის სტრატეგიის ან პიარის თვალსაზრისით. მე გიხსნით, ნებისმიერი ბრალდებული და ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის და თითოეულ მათგანს თუ აქვს სურვილი, ყველას უკლებლივ, მათ შორის მურთაზ ზოდელავასაც შეუძლია მოგმართოს თხოვნით საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. მაგით პატა მანჯგალაძე, ანუ ირაკლი ნადირაძე, მე კონკრეტული ქმედება მათი მხრიდან ჩანს, თუნდაც მურთაზ ზოდელავა პოლიტიკური განცხადების გარდა, რომელიც მათ აქვს. გვაქვს მოცემულობა, ერთხელ უკვე აღვნიშნე ამასთან დაკავშირებით, მათ მიერ გაკეთებული მოწოდებები, განცხადებები, ორგანიზება, რასაც ისინი უწევდნენ და ამ შემთხვევაში შევხედეთ შედეგს, რომ ფაქტი გვაქვს, რომ ორგანიზატორებმა დააორგანიზეს ხსენებული ძალადობრივი ქმედებები და გვაქვს შედეგი, დაზიანებული ინვენტარი, დაზიანებული ღობე და შესაბამისად გვაქვს შედეგიც. სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე დღეს ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ ისარგებლა სიტყვის უფლებით, საკმაოდ ემოციური იყო ბრალდებულის მოსმენა სხდომათა დარბაზში. მან აღნიშნა, რომ არ იცნობდა დაკავებულ ადამიანებს სხდომათა დარბაზში გაიცნო მოქალაქეები, რომლებიც მასთან ერთად არიან ბრალდებულები, გაუგნებული არის, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ორგანიზებულ ძალადობას ედავებოდეს საგამოძიებო უწყება, როდესაც არანაირ ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი 4 ოქტომბერს არ ქონია. როგორც ლაშა ბერიძემ განაცხადა, მას არაერთ საომარ მოქმედებაში მიუღია მონაწილეობა, საკუთარ თავზე შეუძლია თქვას, რომ მას ნამდვილად უსურია სხვა ადამიანებისთვის სხვადასხვა დროს, თუმცა არ შეუძლია იგივე თქვას სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით და ძალიან წუხს, რომ ამ ბრალდებას უყენებს მთავარი საგამოძიებო უწყება მასთან ერთად დაკავებულებს დღეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ბერიძის განცხადება მოვისმინოთ, რომელიც სხდომათა დარბაზში გააკეთა, მისი განცხადებიდან გარკვეული ფრაგმენტები ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ალბათ ამ დარბაზში და სხვაგანაც განიცდება ესეთი ადამიანის გაყოფა უშუალო საბრძოლო მოქმედებებში იმდენ როგორც დაკავებული საბრძოლო მოქმედებებში გადადებები. ამათგან გასწავლით იქნება საბრძოლო სამართლო მე მართლაც ძალადობა თემშენის ცხოვრება საბრძოლო ძალადობას ვიყავ ძალადობრივი დაჯგუფების წევრი და ხელმძღვანელობის ძალადობრივი დაჯგუფების ძალიან საკმაოდ
ისრია დამიბომბია ქალაქები მათ შორის როგორც საქართველოს შიგნით ისე საქართველოს ტერიტორიის გარეთ. ამას პროტესტებს შესაძლებელი გამიზარდა 2020 წელს სცენარია დაბრუნებული მაგითაც ამისო ამაყა და ვარიანტი დაუბომბე და თუ დემონსტრაცია საშუალება დედაფონდა. იმაზე შედობია ორგანიზებაში პროცესს ოქტომბრის მონაწილეობა ცხოვრებაში აღწევს ამბიები. შედობიან აქციაში მონაწილეობა ყველაფერს იმით რომ ფიქრობ რომ რაღაცა არის გამიგებული და შეიძლება ის სიცოცხლე აი ეს ხალხი საერთაშორისო ასლების აღმოჩენა ეს ამბავი ვიდრე ფორმალიზება და რეჟიმის დასაწყისი საქმეები ის რო გასაგებია რომ ჩვენთან ერთად მოყავთ სასამართლოზე რა სიტუაციებს რა დამძიმდეს უკვე მე ამ ჩვეულებრივი პროცესია რა პროტესტი ხელისუფლების ძინავდება ვეთება ეს ნორმალია ჩვენ ვიდა ჩვენ ამ სოლიდარობის საუბრის ეს შეიძლება მიჩნდება ისე პირველი ჯარისკაცი და დამეორე 2020 წელს თავი ბატალიონის და უცხოურ ახალგაზრდებს და ზოლა ის დაიწყო დავით და ამერიკას შეჯაჭვის პერიოდო ის დაიწყო და მე სპარდარა ახლა რამდენი შეიძლება სიტყვის უფლებით დღეს ირაკლი ჩხვირკვიამ და თონი კამჭადლიშვილმაც ისარგებლეს ჩხვირკვიამ სასამართლო პროცესებიც ისპერ მთებს შეადარა და ურჩია ყველას რომ არ გამორჩეთ სასამართლოს ხდომები რადგან ამ სასამართლოში რომელიც მას ასამართლებს უსამართლობა ზეიმობს თონი კამჭადლიშვილს რაც შეეხება დაკავებულს მან მოუყვა მოსამართლეს რომ ის ბარმენი იყო დაკავებამდე და არაერთხელ დახმარებია როგორც მშვიდობიან აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციელებს, რომლებიც მასთან დასახმარებლად მიდიოდნენ სხვადასხვა აქციების დროს დარბევების შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არაერთხელ უწოდიდა ხელს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ამ ბრალდებულების სიტყვებით მოვისმინოთ ფრაგმენტები მათი სიტყვებიდან. და ვიქნები ხელს, რამდენიმე ნაბიჯი გადავიდა, სანამ ვიღაცა მოვიდა და ხელი მოვიდა, ცინცინი ხედავდი და სასწავლოს მანქანები გამოხდა და ცინცინი და ცინცინი პროდუქტი ექსპორტად მოწოდა არის, ნუ ამაზე ვერ ვიდავ. შეიძლება ყველა დიდი მესერა იყო, საფრთხე დაუყარა. ვერ საფრთხე დაუყარა, ვერ რეჟისორი, მაგრამ ორიენტაცია ფოტოგრაფიის წლის ასაკში პირველ მომენტზე ვეძებდა რომ ფილმი გადაგო. ეხლა ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარია ის საქართველოს ისტორიაზე რომ დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ, აი ფილმის ერთ-ერთი თავარი გმირია რა სხვა დანარჩენ ადამიანებთან და ძალიან მიხარია რომ პოზიტიურ ხარისხს გავარდა ანუ ტიტრებშიც პოზიტიურად ფილმი მოსენებული და პროცესში მართლა ცისფერიტები არ უნიშნავენ ფილმი აი ამ ესევე ჩამოვედება თავზე ეს ქვეყანა რომ ჩამოვიდა ის შენობა რომელშიც მუშაობდი და რომელიც ჩამოვიდა ისედაც რაღაც ეჭვ ისე დაბრალდება. მე ვზარდა რომ მოწოდების სიმაღლეზე ვარ რომ ეს ის სამართლის საქმეში მას თავი არ ავარიდო დარწმუნებული რომ ჩემი დანაშაულობაში სასამართლო პროცესი იქნება ეს იქნება მართლაც სერიალი როგორც სისტემის ზერანაირე სერია. მე ვიქნები ნახავდი და საქართველოს მოქალაქეებს ვთქვა რომ ჩაუჯდნენ არ გამოტოვოს პროცესები, არ გამოტოვოთ სისტემები, ანუ თიანშანის ახალი სეზონი რამდენიმე სერიაში. ნარკოტიკის პერიოდში ჩემთან მარში ხშირად შემოსულა რომ სამართალდამცავი ისე აქციის ხდება. ანუ ჩემი თავარაკაცები არის არ მომიწევს ორმა ადამიანი բոլოს ერთმანეთს ფოქუსებს ისეთ განავითი აქცენტს ყოველთვის ესე შესაძლოა არის ალბათ რაღაცა ისეთი მოხდა და რომელიც მადლობა რომ სამი ადამიანის გადარჩენა მაინც შეუძლია და დღესაც თუ შეუძლია რომ იმასაც ხარი მიუკრას პირობითი და თქვენი ძირითადად აუცილებლად გადაგაცემა და ასე შეუძლია
სასახლის ღობის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე 10 ბრალდებულიდან 8 ესწრებოდა პაატა ბურჭულაძე პროტესტის ნიშნად დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე უარი თქვა, არ მოვიდა პროცესზე. ირაკლი შაიშმულაშვილზე საზოგადოებამ იცის, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, ემიგრაციაში არის, დისტანციურად მას არ მისცეს უფლება, რომ საკუთარ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მიიღოს. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით ყოველ ხუთშაბათს გაიმართება სასამართლო პროცესები. შემდეგი სხდომა 18 დეკემბერს არის უკვე ჩანიშნული და 18 დეკემბერს უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. თავდაპირველად მტკიცებულებებს ბრალდების მხარე გამოიკვლევს.